ხვდებიან, რომ მათ შეიძლება თირკმელების პრობლემა ჰქონდეთ. რომც არაფერი არ გვაწუხებდა. აი, ჰემოგლობინი რომ წარმოიქმნას სისხლში, აუცილებელია ერითროპოეტინი, რომელსაც თირკმელები გამოიმუშავებს. რამდენად აზიანებს ეს ჰორმონალური თერაპია? ჭარბი წამალიც კი საწამლავია. კვლევა რა უფრო სასარგებლოა? ეს არის ძირითადად მარილის შეზღუდვა. ძალიან აქტიურად ხმარობენ ამ პროტეინებს. აქვე შეგეკითხებით ენერგეტიკულ სასმელებზე. ჯანსაღი ცხოვრების წესში ეს არ შედის. მოგესალმებით, ეს არის გადაცემა ნეომედი ეკასუხიშვილთან ერთად, რომელიც შეგიძლიათ ნახოთ ყოველ შაბათს საღამოს 7 საათზე NEO TV G-ზე. ჩვენ ვისაუბრებთ მედიცინაზე და ყველაფერი მედიცინის შესახებ, მის მნიშვნელობაზე, სხვადასხვა დაავადებებზე, მკურნალობაზე, პროფილაქტიკაზე, პრევენციაზე, რეაბილიტაციაზე და ძალიან მნიშვნელოვან საკითხებზე. გვეყოლება ძალიან საინტერესო სტუმრები და ძალიან მნიშვნელოვან საკითხებზე მოგვაწვდიან ისინი ინფორმაციას. დღევანდელი ჩვენი სტუმარი საქართველოს ნეფროლოგთა ასოციაციის წევრი ქალბატონი ნანა ოქროპირიძე, ექიმი ნეფროლოგი. ქალბატონო ნანა, მოგესალმებით. დიდი მადლობა, რომ ხართ კვლავ ამ გადაცემის სტუმარი. მე ძალიან მიხარია, რომ პირველ რიგში ჩვენ ქალაქს, ქალაქ გორს და არა მარტო გორს ყავს ესეთი მაღალი პროფესიონალი და მაღალი სპეციალისტი ნეფროლოგიაში, იმიტომ რომ ეს არის ერთ-ერთი რთული დარგი და ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დარგი და არც თუ ისე ბევრი სპეციალისტები არიან, მით უმეტეს ჩვენ ქალაქში ამ მიმართულებით. ბოლო პერიოდში ძალიან გაიზარდა ჩივილები თირკმელების მიმართულებით. ძირითადად ქრონიკული უკმარისობა ძალიან გახშირდა თირკმელების და როგორც სტატისტიკა გვამცნობს, დაახლოებით ყოველწლიურად თირკმელის ქრონიკული დაავადება 7%-ით იზრდება. მსოფლიოში 14%-ია და შეიძლება ითქვას სიკვდილიანობაც საკმაოდ მაღალია და თუ გადავხედავთ მსოფლიო სტატისტიკას, სადღაც 9 ადგილზე დგას სხვადასხვა დაავადებებით, თირკმელის ქრონიკული უკმარისობით გამოწვეული გარკვეული გართულებებით ეს სიკვდილიანობა. სხვათა შორის ჩვენ წინა გადაცემა რო გქონდა რამოდენიმე თვის წინ, ძალიან დაინტერესდა მოსახლეობა და ბევრი კითხვები წამოვიდა ჩვენთანაც, უამრავ კითხვებს გვიგზავნიდნენ და ითხოვდნენ კიდე გაგვეგრძელებინა საუბრები თქვენთან. პირველი რაც ყველაზე საინტერესოა, საერთოდ როგორც იციან ჩვენმა მოსახლეობამ, რაღაცა წუხილის შემთხვევაში იღებენ თვითმკურნალობას, ან მეზობელს, ან ნათესავს, ან ოჯახის წევრებს ეკითხებიან. აი, როგორ უნდა მიხვდეს, რომ პრობლემაა და რა შემთხვევაში უნდა მოგაკითხონ პაციენტებმა თქვენ ნეფროლოგს, როგორც პირდაპირ აი ყოველგვარი სხვა გზების გავლის გარეშე. კიდევ ერთხელ მოგესალმებით, დიდი მადლობა კვლავ მოწვევისთვის და პირდაპირ გადავალ თემაზე. თირკმელების ქრონიკული დაავადება ნამდვილად საინტერესო პათოლოგია იმ კუთხით, რომ მას არ აქვს არანაირი სპეციფიური სიმპტომატიკა. ანუ პაციენტები საწყის ეტაპზე და ბევრ შემთხვევაში ბოლო სტადიაზეც კი ვერ ხვდებიან, რომ მათ შეიძლება თირკმელების პრობლემა ჰქონდეთ. არანაირი სპეციფიური ჩივილი არ აქვს და ამიტომ თირკმელების ქრონიკულ დაავადებას უხილავ ინფექციასაც კი უძახიან. ესეთი ვერაგი, საკმაოდ ვერაგი დაავადება, რამდენადაც ძალიან შეფარული, აბსოლუტურად სპეციფიური კლინიკის გარეშე შეიძლება მივიდეს ბოლო სტადიამდე, როცა უკვე პაციენტს დაჭირდება თირკმელ ჩანაცვლებითი თერაპია. ამ კუთხით საინტერესოა მოსახლეობაში ცოტა მეტი საგანმანათლებლო მოქმედებები განვახორციელოთ, რომ ამ სირთულის ფონზე პაციენტმა მოახერხოს, ამოიცნოს და თავისი მოქმედების სტრატეგია განსაზღვროს. კერძოდ რა ხდება? ორი სიტყვით ახლა აღწერ მე თირკმლის ფუნქციებს და მე იქიდან გამომდინარე რა კლინიკა შეიძლება განვითარდეს და სად უნდა მიხვდეს პაციენტი, როდის მივიდეს ექიმთან. მოკლედ, თირკმელების ქრონიკული დაავადება ეს არის თირკმელების ფუნქციების ნელ-ნელა პროგრესირება და მოშლა.
და რაღაც ეტაპზე წყვეტს ფუნქციას, მაგრამ თირკმელების ფუნქცია ძირითადად მოსახლეობას ესმის მხოლოდ იმ კუთხით, რომ მიღებული საკვები ცილოვანი რომ დაიშლება და დაშლის პროდუქტები ყველა მიცის ცნობილი კრეატინი შარდოვანა ვეღარ გაიფილტრება, დაგროვდება სისხლში და აი მერე უკვე რომ მიაღწევს მაღალ ციფრებს, ნუ იქ უკვე ურემიული ინტოქსიკაცია მოხდება, ურემიული ენცეფალოპათია, დამძიმება პაციენტის სხვადასხვა მიმართულებით. მაგრამ ეს არ არის მხოლოდ თირკმლის ფუნქციის მოშლა. თირკმელს ორგანიზმში აქვს კიდევ შემდეგი როლი, რომ მან თავისი რეაბსორბციული მექანიზმებით, რასაც ახლა რა თქმა უნდა არ ჩაურმევდებით ძალიან სქემატურად, უნდა მოახერხოს და დაიცვას სისხლის მჟავატუტოვანი წონასწორობის მუდმივობა, ანუ რამდენად მჟავე იყოს სისხლი. და თუ ამასაც ვერ ახერხებს, უკვე ელექტროლიტური დისბალანსი იქნება და იქ იკარგება ვთქვათ მჟავიანობა მატულობს და მატულობს ასევე კალიუმის იონი, რომელმაც შეიძლება საბოლოო ჯამში გულის გაჩერებაც კი გამოიწვიოს. ანუ ეს მეორე ფუნქცია, ანუ რა ნაწილია გააჩნია თირკმლისა დაზიანებული, იმის მიხედვით შეიძლება მოიშალოს ან ერთი, ან ორივე ფუნქცია. ეხლა მესამე ფუნქცია. ვითარდება ხშირ შემთხვევაში ანემიები, ჰემოგლობინი აქვთ დაბალი ადამიანებს და ვერ ხვდებიან, რომ შეიძლება თირკმელი იყოს ამის მიზეზი. და მკურნალობენ და ნუ აბსოლუტურად სხვადასხვა მიმართულებით ხვდებიან. ქრონიკული ანემია შეიძლება იყოს. ქრონიკული ანემია შეიძლება იყოს თირკმლით გამოწვეული და აქვე მინდა ახსნა რატომ და უკვე გასაგები და დასამახსოვრებელი გახდება. ანუ ჰემოგლობინი რომ წარმოიქმნას სისხლში, აუცილებელია ერითროპოეტინი, რომელსაც თირკმელები გამოიმუშავებს. და ერითროპოეტინებს ან მცირე რაოდენობით თუ გამოიმუშავებს, ან ვეღარ გამოიმუშავებს, რა თქმა უნდა ანემია ღრმავდება და იმას ვერც B12-ით, ვერც ნუ კაი დროებით ტრანსფუზიით შეავსებ, კვლავ იგივე განმეორდება. ესე იგი, პერმანენტულად ვერ შევძლებთ ვერანაირად ამ ჰემოგლობინის სამიზნე ციფრის მიღწევას, თუ არ აღმოვაჩინეთ თირკმლის ქრონიკული უკმარისობა. აი ანემიით შეწუხებულ ადამიანებს, აი ამ სიმპტომით გამოვლენილ ადამიანების გასაგონად მინდა ვთქვა, რომ მათ პირველ რიგში გარდა ჰემატოლოგიური დაავადებებისა, ონკოდაავადებებისა, ეჭვი უნდა მიიტანონ თირკმლის ქრონიკულ უკმარისობაზე და აუცილებლად განსაზღვრონ ანალიზი. რომ არაფერი არ გვაწუხებდეს. აი ანემიანებს ერთადერთი თირკმლის ქრონიკული უკმარისობის სტადიებზე, აი ზუსტად ამ განვითარებული ანემიის გამო ჩდება სიმპტომი საერთო სისუსტე, თაბრუსხვევა, რაც ძირითადად ანემიასაც ახასიათებს. და ესეთი პაციენტები მიდიან პირდაპირ ჰემატოლოგთან ან გასტროენტეროლოგთან, იქ B12 დეფიციტური ანემია, სხვადასხვა ეჭვები აქვთ და ასე შემდეგ. და სინამდვილეში მე დგინდება, რომ იქ არის უკვე კრეატინი მომატებული და უკვე თირკმლის ქრონიკულ დაავადებას უნდა შეიძლება იმ ექიმსაც გამორჩეს ეს. ხო, ეხლა აქ მინდა ერთხელ კიდევ ჩვენი სახელმწიფოს ჯანდაცვის სტრუქტურის სასარგებლოდ ვთქვა და ეს მომენტი, რომ რამოდენიმე წელია კრეატინინი სისხლის საერთო და შარდის საერთო ანალიზი გახდა უფასო საყოველთაო ამბულატორიული ჯანდაცვის პროგრამაში. და სავალდებულო. და თუ კი ოჯახის ექიმი, ნუ რა თქმა უნდა, აქ ოჯახის ექიმების აქტიურობაზეც ბევრი რამეა დამოკიდებული და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ როდისმე შეიძლება დავგეგმოთ ოჯახის ექიმებთან შეხვედრაც, რომ ეს საკითხები წამოვწიოთ წინა პლანზე და აუცილებელია პრევენციული ღონისძიებების ღერძული მომენტია, რომ გამოიყენოს ეს უფლებები და მინიჭებული დაფინანსება და ყველაფერი პაციენტმა და ერთხელ მაინც გააკეთოს ეს ანალიზი, სადაც უკვე ნათლად გამოჩნდება, გვაქვს თუ არა, თუნდაც საწყისი ეტაპებიც კი გამოჩნდება თირკმლის ქრონიკული უკმარისობის და რამდენი რაღაცა არის აწყობილი უკვე აი ამას რომ მოისმენს ადამიანი, უფრო დაინტერესდება, რომ მან გააკეთოს ეს ანალიზი, იმიტომ რომ ბევრ სხვა რამეს თუ აქვს როლი დაუშვათ მედიკამენტოზურ მკურნალობას, ძირითადად მაინც სხვადასხვა დაავადებებზე იღებენ სხვადასხვა მედიკამენტებს და განსაკუთრებით ძალიან აქტუალურია ჰორმონალური თერაპია ასაკში, როცა უკვე იწყება ძვალსახსროვანი სისტემის პრობლემები, რომ აი ეს ტკივილი ცოტა სწრაფად მოიხსნას, სხვანაირად, რაღაცნაირად მაინც ჩართულია გაიდლაინებში. რამდენად აზიანებს ეს ჰორმონალური თერაპია, დაუშვათ
თირკმელებს და როგორ მოქმედებს ის აი რა გააკეთოს პაციენტმა, რას მიაქციოს. ჩვენ შეიძლება ერთს კიდე ვიტყვით, ჩვენ შეიძლება ვთქვათ, რომ რა ვალდებულია პაციენტი ეს ყველაფერი იცოდეს და ვალდებულია ექიმი რომ ყველაფერში პრევენციულ ღონისძიებებში გართულებები, მკურნალობის ერკვევის გადაწყვეტილება, მაგრამ მაინც პაციენტების ცნობიერების ამაღლება, ცნობადობა, განათლება ამ მიმართულებით, ვფიქრობ, იმ ექიმსაც ხელს შეუწყობს, რომ რაღაცეებში ცვლილებები მოახდინოს და სწორ გზას დაადგეს. კი ბატონო, ახლა ეგ საკითხი ძალიან მწვავე და მნიშვნელოვანია. გარკვეული დილემა და გამოწვევაც არის მედიცინაში. ანუ ჩვენ თირკმლის დაზიანების, სხვადასხვა ნაწილების დაზიანების შესახებ საუბრობდით და რას იწვევს. არის კიდევ თირკმელების შემადგენელი ანატომიური ნაწილი ტუბულები, ეგრეთ წოდებული მილაკოვანი აპარატი, რასაც პირდაპირ აზიანებს ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდის ჭარბი მოხმარება და ჰორმონალური პრეპარატების სისტემატური ან ჭარბი მოხმარება პირდაპირ აზიანებს თირკმლის ამ ნაწილს და იგივე უკმარისობისკენ მივდივართ. ამ შემთხვევაში არის უკვე ექიმის პროფესიონალიზმი, ისევე როგორც ვთქვათ იმ დარგის, ვინც ამას ნიშნავს და ვისაც ეს ჭირდება ძალსახსროვანი პრობლემების მოსაგვარებლად, ნეფროლოგთან შეთანხმებით უნდა მოხდეს რისკის სარგებელის შეფასება. და ვთქვათ, სახსარს უფრო დავაკლებთ ახლა რომ ჩვენ თირკმელს გაუფრთხილდეთ და იქ სრული დეფორმაცია მოხდება, თუ ის იმდენად მნიშვნელოვანია, რომ გარკვეულწილად თირკმელის მეთვალყურეობით თირკმელების რაღაცა დოზები გავრისკოთ. ეს უკვე ექიმების კონსილიუმის საკითხიც არის და მაგის გარეშეც რა თქმა უნდა ყველა ექიმს აქვს ინფორმაცია, მაგრამ ხშირ შემთხვევაში კოლეგებთან ურთიერთობა ბევრს წყვეტავს ამ შემთხვევაში. კვების დარეგულირება რამდენად გავლენას ახდენს და ამ შემთხვევაში რას ურჩევდით პაციენტებს, როგორ იკვებნონ? აი ხშირია დიეტების შემთხვევაში ცილოვანი დიეტა დაუშვათ და რამდენად ხوار აზიანებს ეს ორგანიზმს, ან პირიქით ხდება, ანუ კვება რა უფრო სასარგებლოა? ძალიან მნიშვნელოვანია თირკმლის ქრონიკული დაავადების პრევენციისთვის და თუნდაც უკვე გამოვლენილი დაავადების შემთხვევაში პაციენტების ავადმყოფების კვების საკითხები. აქ მოწოდებულია ოფიციალურად მაგიდა დიეტა 7G, რომელიც რაც შეიცავს მიდგომები რომ განვიხილოთ. ეს არის ძირითადად მარილის შეზღუდვა, ჩვეულებრივი სუფრის მარილის შეზღუდვა, მაგრამ არასრული აკრძალვა, რა თქმა უნდა სტადიების მიხედვით, მაგრამ ზოგადი გაიდლაინია, რომ დღე-ღამეში თირკმლის უკვე გამოვლენილი ქრონიკული დაავადების მქონე პაციენტმა უნდა მიიღოს 2-3 გრამი მარილი. ეს შეიძლება ერთულ უფასაკვებში დაიმატოს თუ მას უჭირს უმარილოზე გადასვლა, ან ეს მოხდეს სადილში და იქიდან რაღაც ერთულ უფას კონდეს ეს მარილი გაკეთებული. ანუ მწარე, ცხარე, შებორილი, ღორის ქონის ცხვრის ხორცი, რა თქმა უნდა, ჯანსაღი კვება და ნუ იქ არის ახლა ჩვენ აღარ ვისაუბრეთ თირკმლის უკმარისობის ერთ-ერთი გამოვლენა არის კიდე შარდვის შემცირება, როცა უკვე ადამიანი შუპდება და რასაც იქ სითხის ბალანსის დაცვა ამ დიეტაში რამდენს გამოყოფს, დიურეზი როგორ აქვს, იმის მიხედვით ისაზღვრება მიღებული დღე-ღამური სითხის რაოდენობა. სითხესთან დაკავშირებით ესეც მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ რაღაცა თითქოს დაინერგა ახლა რომ აუცილებლად ყველა 2 ლიტრი წყალი უნდა მიიღოს. თუმცა მე ვფიქრობ და ძალიან უკვე აჩვენა რომ ორგანიზმი რამდენსაც ითხოვს, ვიღაცამ შეიძლება 5 ლიტრი დალიოს და ვიღაცისთვის 1 ლიტრი საკმარისი იყოს. რა თქმა უნდა ფიზიოლოგიური მოთხოვნა და ყველაზე კარგი ლაბორატორია არის თვითონ ორგანიზმი, უჯრედი და უჯრედში არსებული ორგანოიდები და რა თქმა უნდა ჩვენი მოთხოვნა და ტვინში მისული სიგნალები ამ ყველაფერს უკავშირდება და რამდენიც მოწყურდება ადამიანს, მაგრამ არის დარღვეული
დიაბეტის დროს იმდენჯერ შეიძლება მოწყდეს პოლიდიფსია, ანუ ეს უკვე მიხვდება ისედაც პაციენტი და დიალიზზე მყოფ პაციენტებსაც აქვთ წმენდის შემდეგ თქვათ იქ მაღალი ნატრიუმი დარჩა, სანამ დაბალანსდება ესიანები, მაგრამ ჩვენ ვამბობთ ნორმალურ შემთხვევაში სანამ დაავადდება თუნდაც ადამიანი, უნდა მიიღოს ნორმალური სურვილისამებრ წურვილის მიხედვით მაგალითით ვიტყვი, არაფრით არ შემიძლია 2 ლიტრა წყლის დალევა და ნამდვილად მაკმაყოფილებს დღის განმავლობაში რა რაოდენობა წყალსაც ვიღებ. ძალიან ხშირად არის პაციენტები თვითმკურნალობას მიმართავენ და ამზადებენ ეს სხვადასხვა ბალახებისგან, სხვადასხვა მცენარეებისგან, თირკმელების მოსაწესრიგებლად, სხვადასხვა ინგრედიენტებით რაღაცა სითხეებს იღებენ. ეს რამდენად მისაღებია დაუშვათ ასეთი ნახარშებით და ნაყენებით მკურნალობა? არანაირად ნეფროლოგებს არ გვიყვარს ჩვენ ხელოვნური ნაყენებით მკურნალობა და რატომ აგიხსნით? მიუხედავად იმისა, რომ ყველა მიცის, რომ ცნობილი პრეპარატები, კანეფროლი, პიანტურო მცენარეებზე მზადდება, აბსოლუტურად მცენარეულია და ისმის კითხვა, ხა თუ მცენარეებზე მზადდება, მე თვითონ დავამზადებ და მივიღებ, მაგრამ აქ არის ერთი ნიუანსი. ქარხნულად დამზადებული მცენარეული პრეპარატი არის რაფინირებული და აღარ შეიცავს უჯრედის, რომელიც შეიძლება გახდეს რეაგენტი აი ამ ჩვენი ტუბულოინტესტიციუმის დაზიანების, რაც თირკმლის შემადგენლობის ღერძული ანატომიური ერთეულია. და ბევრი შემთხვევაც ყოფილა, რა თქმა უნდა, იქ დოზირება არ არის დაცული, ყველა წამალი საწამლავია დიდ დოზაში მოგეხსენებათ და ნებისმიერი ინგრედიენტი, რაცაც მივიღებთ ჭარბი დოზით, შეიძლება ის უკვე უკუეფექტის და მთლიანად სხვა ორგანოებიც და აბსოლუტურად იქ რა თქმა უნდა ვერც დავარეგულირებთ. ბევრ შემთხვევაში არის ისეთი მომენტები, რომ აი მაგალითად მოსულან პაციენტები წინამდებარე ჯირკვაზე რაღაცა კრაზანების, რაღაც ნაყენებით, ნამკურნალებით და იქ ისეთი მძიმე ცვლილებები აღმოგვიჩენია უკვე. ხო, ძალიან ბევრი არანაირად ნეფროლოგები ამ მიმართულებას არ ვემხრობით. თუმცა გვეტყვია, რომ აი წლების საუკუნეების წინ სულ ამას მიმართავდნენ. მაშინ არ იყო სხვა არა და იმ დონეზე ხო და იქ ალბათ უკვე იმ გამოცდილება დაგროვილი ადამიანებმა დოზირებაც სწორად იცოდნენ, სპეციალისტები იყვნენ. უფლის ციხეშიც აღმოჩენილია სპეციალური აფთიაქი, სადაც მაგას როგორ დავაკნინებ? პირველი აფთიაქი და პირველი წამალი საქართველოში შეიქმნა და კოლხიმედია ხა აღარ მოუყვებით, მაგრამ მაშინ სამეცნიერო დონეზე იყო, უბრალოდ ქარხნულად ვერ ამუშავებდნენ, მაგრამ ნაყენების და ჯერ თვითონ პრეპარატს მოკრიფავდნენ, თქვათ რაღაცა მზის გულზე, რაღაცა მთვარის შუბზე უნდა დღეები სამსემთვარეობაზე. ეს მთელი მეცნიერება იყო და არის და დღეს ასეთი წესები თუ გვეცოდინება და ისეთი შესწავლილი იქნება დოზირება, ყველაფერი რა თქმა უნდა, მაშინ მისაღები იქნება, მაგრამ რომ გავიდა ბოსტანში მოკრიფა რაღაცა იქ ხან ქრისტესის ხლა, ხან რაღაცა და გაუთავებლად დიდი დოზით ერთი და იგივე რაღაცას იღებს, რა თქმა უნდა, არ უღავს, აი ჩვენ ხო ვილაპარაკეთ მჟავა ტუტოვან დისბალანსზე, თირკმელს რამხელა მოფრთხილება უნდა, როგორ ბევრ საქმეს აკეთებს, ხო? ძალიან ბევრ საქმეს აკეთებს, რატომღაც სულ ერთის მიმართულებით არის ყურადღება ხოლმე, მაგრამ იქ იონთა დისბალანსი იმდენად ფართო რამეს მოიცავს და მე სხვა ორგანოებისთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია და ამიტომ საუბრობთ თირკმლის პრევენციაზე და პრევენციულ ღონისძიებაზე, თორემ არანაირ შემთხვევაში არ ვაკნინებთ ჩვენს ფარმაკოლოგიაში, ჩვენს პირიქით, ეგ რომ არ ყოფილიყო ბევრი რამე დღესაც იგივე შემადგენლობებს იყენებს ქარხნული პრეპარატი, უბრალოდ დამუშავების მეტი დოზირების სიზუსტე არის იქ დაცული და რაფინირება ამ ზედმეტი უჯრედისის და რაღაცა მინარევების და ამ კუთხით ვანიჭებთ უპირატესობას. ერთი აი ესეთი კითხვა და სხვათა შორის ძალიან აქტუალურია ეს დღევანდელი
სვანელი ახალგაზრდები ძალიან ხშირად მოიხმარენ პროტეინებს. პროტეინები, აი კუნთების გადიდებისთვის მე ერთი ძალიან მიხარია, რომ სპორტის მიმართ დამოკიდებულება ძალიან გაიზარდა და ის რომ თუნდაც ჩვენ გორელებს იმდენი ოლიმპიური ჩემპიონი ყავს და იმდენი სოფლიო და ევროპის სხვადასხვა დარგში, რომ არ ვიცი, ჩვეულებრივ დიდ ქვეყნებს ენატრებათ მაგდენი და აი ეს ახალგაზრდები, ახალი თაობა, რომელიც მოდის, რომ უნდათ რომ იბაძონ და სწრაფად მიაღწიონ იმ წარმატებას, უნდათ რომ რაღაცა ვიზუალურად სხვანაირად გამოიყურებოდნენ, თუნდაც იმიტომ რომ გოგოებს გაებრანჭდონ უკეთესად და ძალიან აქტიურად იხმარობენ ამ პროტეინებს. რას გვეტყვით? იმიტომ რომ ვერაფრით ვერ მივაღწიე მე პირადად იმას, ეხლა მე იცით რომ სკოლა მაქვს მეცნიერებათა სკოლა და სადაც ესეთი მოზარდები ყავს, რომლებიც ვარჯიშობენ და ვუხსნი რომ ეს ცუდია და ვერაფრით ვარწმუნებ რომ პროტეინები მათი ჯანმრთელობისთვის ძალიან ცუდი და მავნებელია. ხო, ეხლა ეს პრობლემა იმ ბიზნესმა შემოგვიდგეს, ვისაც პროტეინები შემოაქვს. ზომიერი მოხმარება ალბათ აუცილებელია, მაგრამ მოგეხსენებათ რომ სპორტული მედიცინა ცალკე მიმართულება არის მედიცინის და ძალიან მნიშვნელოვანი და სერიოზული დარგია, სადაც დეტალურად შეისწავლება კუნთის მიერ დახარჯული ენერგია, მოხმარებული კალორია, რამდენი პროტეინით და ასე შემდეგ. მთელი ცალკე მიმდინარეობაა და რა თქმა უნდა მე მაგის ექსპერტი არა ვარ, მაგრამ ისევ თირკმელებთან დაკავშირებით იმას ვიტყვი, რომ ჩვენ ხო ვთქვით, რომ ეს ურემია, კრეატინინი და შარდოვანა ცილის დაშლის პროდუქტია, რომლის გამოყოფაც თირკმეს თუ გაუჭირდა, მაშინ იწყება მძიმე სურათი, რომელიც მთავრდება თირკმელ ჩანაცვლებითი თერაპიით. ნუ კლინიკას აღარ აღწერ ახლა. და აი ესეთი უმისამართო დოზით, გაუთვლელად, არარაციონალურად ვარჯიშთან, კუნთურ კალორიასთან და დახარჯულ კალორიასთან შეუფარდებლად, აი მეგობარი სვავს ამდენს და მეც ესე უნდა დავლიო, ან ზომაზე მეტი გადახარჯვა მოხდეს კუნთური მუშაობის და დეფიციტში წავიდეს, ან პირიქით აი ჭარბი მოიხმაროს ეს პროტეინი, შეიძლება ჩვეულებრივ ტურბულენტესციური ნეფრიტი განვითარდეს იქ. აი ჩვეულებრივი ერთ-ერთი გარე აგენტი აღმოჩნდეს. ეს ზუსტად მაგან გამოიწვია ახალგაზრდებში გაზრდა აი ამ თირკმის სხვათა შორის ხო, ესე იგი ეს მონაცემი 2 წლის წინანდელი კონგრესზე იყო განხილვა, რომ წლიური 7%, მაგრამ ჩვენთან ხომ ფუნქციონირებს სადიალიზო, აგერ მეორე სადიალიზოსთანაც უკვე ძალიან მჭიდრო კონტაქტები მაქვს და რაც ამ პატარა სტატისტიკით ვფიქრობ 8-9%-მდეც არის გაზრდილი. ანუ მოთხოვნა ესე იგი 2%-ით ყოველწლიურად იზრდება. თუ იყო 7, მცირების მაგით. არანაირად, ხო და აქვე შეგეკითხებით ენერგეტიკულ სასმელებზე, განსაკუთრებით ახალგაზრდებში არის ძალიან ხშირი მოხმარება და აი გამიგე რომ აი გამაცოცხლა ეს რა ენერგეტიკულ სასმელებზე. აქაც ძალიან ნეგატიურად თირკმელებთან მიმართებაში, ბოდიშის მოხდით ისევ ენერგეტიკული სასმელების წარმოებლებთან და შემომტანებთან, მაგრამ ჩვენ როგორც ექიმები იგივე მექანიზმით, როგორც პროტეინებზე ვისაუბრეთ, ამ შემთხვევაში მჟავატუტოვანი წონასწორობის დაბალანსების კუთხით უკვე სხვა ნაწილი თირკმლისა მკვეთრად მოიშლება ამ ენერგეტიკული სასმელების მიღების შემთხვევაშიც და ჯანსაღი ცხოვრების წესში ეს არ შედის. და ვცდილობთ რომ არ ვიცი ახლა ეგეც განსახილველია საერთოდ რისთვის არის სასარგებლო, არის რაღაც მომენტები ალბათ ჰიპოტონია, რომ თქვათ ერთჯერადად ეს საჭირო იყოს და სარგებელიც მოქონდეს, მაგრამ ჭარბ მოხმარებას ჩვენ ხო თქვით, ჭარბი წამალიც კი საწამლავია. და ამ შემთხვევაში თავი უნდა შევიკავოთ უმისამართო მოხმარებისაგან, ჭარბი პროტეინებისაგან, აუცილებლად უნდა ავიღოთ სპორტული მედიცინის წარმომადგენლისაგან რეკომენდაცია და თუ საჭიროა პირველადი პროფილაქტიკური კვლევებიც, იგივე კრეატინინი განსაზღვრული იყოს თავში, სისხლში, რა თქმა უნდა ენდოკრინული სისტემა, დიაბეტი არ იყოს, თქვათ პრედიაბეტი არ იყოს, პოსტპრანდიალური დიაბეტი, ეს ყველაფერი უნდა
გამორიცხოს. მე მართლა მიხარია და მივესალმები ჩვენი ახალგაზრდობის პროგრესს ამ ფიზიკური განვითარების თვალსაზრისით გააქტიურებულია კი ბატონო ვარჯიშები, ეს კულტურისტები უნდათ რომ გაახდნენ და ვიზუალურადაც ჯანმრთელობის კუთხითაც, მაგრამ აქ აუცილებელია ჩართული იყოს სამეცნიერო დონეზე სპორტული მიმართულების სპეციალისტები და ასევე გამოკვლევები ერთჯერადი ჩატარდეს. და ბოლო კითხვა იმისთვის რომ თქვენი პაციენტები არ გავხდეთ, რა უნდა გავაკეთოთ, როგორ დავიცვათ თავი, რომ არ ვიყოთ ნევროლოგის პაციენტები. რა თქმა უნდა, ზოგადად არ არის სასურველი საერთოდ ვინმეს პაციენტი იყვეთ და პირველი და მაინც შეუცვლელი წესი არის ცხოვრების ჯანსაღი წესი. ახალს რა თქმა უნდა ვერაფერს ვერ ვიტყვით, კვებაზე ვისაუბრეთ უკვე და ემოციები, დადებითი ემოციები, ბევრი სიხარული, ბევრი სიყვარული, საერთოდ ავადობა არის ფსიქიკაში გარღვევა, ჩვენ თუ ვიქნებით მყარად სიყვარულში და დავიცავთ ცხოვრების წესებს, ჯანმრთელი გენეტიკით, სავარაუდოდ ავად არ უნდა გავხდეთ. მეტი სიცილი, მეტი ღიმილი, მეტი სიყვარული და შეიძლება ეხა ვიღაცამ თქვას, რომ რა გვეცინება, არასდროს არ არის დრო, როცა გეცინება, მაგრამ უნდა თავს ამ დროს სეროტონინი გამოიფრქვა. შეიძლება მეტი პოზიტივი, იმიტომ რომ მეტი სეროტონინი გამოიყოს და მეტი სიყვარულის და ემოციის გორმონები გამოიყოს. რა თქმა უნდა, ეს ხო შიგნით ქიმია იცვლება, ახლა ეს ხუმრობის გარეშეც. კი, არც ჯანმრთელობა მნიშვნელოვანი არის ჩვენი დადებითი ემოციები, რა თქმა უნდა, ცხოვრების ჯანსაღ წესთან ერთად. დაგემშვიდობებით, დიდი მადლობა და დიდი მადლობა მოწვევისთვის. მაყურებელს ვეტყვი, რომ დავამთავრებ პოზიტიური განწყობით, მეტი ღიმილი, მეტი სიყვარული, მეტი პოზიტიური განწყობა და მეტი უკეთესი მომავლისკენ ხედვა. გემშვიდობებით, მომავალ შეხვედრამდე გვიყურეთ ყოველ შაბათს საღამოს 7 საათზე ნეო TV G-ზე გადაცემა ნეომედი ეკა სუხიშვილთან ერთად.